თურქეთის პორტ ისკანდერუნუმში დაყადაღებულ გემზე მყოფ ქართველ მეზღვაურებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეულია. გემზე მყოფი მეზღვაურების ოჯახის წევრებს დღეს საკრუინგო კომპანია ზურგის ქარის წარმომადგენელი შეხვდა და მათ ერთი თვის ხელფასი გადასცა. რაულ ფარტენაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მეზღვაურებს ერთი თვის ხელფასი და ტრანსპორტირების ხარჯები აუნაზღაურდებათ. პარალელურად ისინი ადგილზე ხელს მოაწერენ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ სამშობლოში დაბრუნებისა და გემის გაყიდვის შემდეგ ისინი დარჩენილ ხელფასსაც მიიღებენ. გემზე მყოფი ვიტალი თავართქილაძის მეუღლის თქმით, ეკიპაჟის ქართველი წევრები ამ პირობაზე თანახმა არიან. ისინი ამ ეტაპზე დოკუმენტაციის მოწესრიგებას და გამომგზავრებას ელოდებიან. ქართველი მეზღვაურები სამშობლოში სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ შრამ ტვირთმზი დაქუა ჰერკულესზე 4 ქართველი მეზღვაური უკვე 4 თვეა იმყოფება. და ყველა ოჯახის წევრებს დავუნაწილებთ ახლა. თურქეთის სახელმწიფოდან გარანტიას, რომ გემის გაყიდვის შემთხვევაში მიიღებენ ყველა თანხას. ანუ ხელწერილი თუ რა რაპორტი? კი, ხელწერილობითი გარანტია ექნებათ მას, რომელსაც თვითონ მათ მოაწერენ ხელს და ისე გამოეგზავრებიან საქართველოში. გემფლობელმა გადმოურიცხა ჩვენს საკრუინგო კომპანიის უფროს ის დავალიანება, რასაც ერთი თვის დავალიანება, რასაც დათანხმდა ჩვენი მეზღვაურები. ეხლა ელოდებიან, რომ ჩვენ ახლა დღეს გადავეცით უკვე ფული ჩვენს წარმომადგენლებს, მათი ოჯახის წარმომადგენლებს, ფული და ეხლა ელოდებიან ჩვენგან პასუხს, რომ ყველაფერი რიგზია და დღეს მოხდება, შეიძლება დღეს თუ არ ხვალ მოხდება მათი რეპატრიაცია ისკანდერუნიდან აგბათუმში. მეუღლის ველაპარაკეთ უხილ, ისინი თანახმარიან, ჩვენს დავთანხმდით, ვინც გაუშვა აქედან ოფისიმა, დახმარება აღმოგვიჩინა. ეხლა ყველაფერი დაალაგდა, ღმერთს მადლობა, დაგვეხმარეს ყველანაირად, ხელი გამოგვიწოდეს და ძალიან კმაყოფილი ვარ. მიიღეთ ერთი თვის თანხა? კი, ერთი თვის თანხა მივიღეთ, დაგვიკვირდნენ, რომ ყველანაირი, ანუ იბრძოლებენ, სასამართლოც გაიმართება და დაირიცხება დანარჩენი თანხაც.